მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი სახელია მარიამ მიქაუტაძე, ჩემი თანაწამყვანი გახლავთ ქალბატონი სოფიო ჭედია, ჩვენი სტუმარი კი არის ნათია ფანჯიკიძე. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში სტუმრობისთვის, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ჩვენთვის უფრო სწორად. მადლობა დიდი რომ დაგვრთანხდით. მადლობა დაპატიჟებისთვის. კი ბატონო, ჩვენი მთავარი თემა არის ჰიპოქონდრია, რომელიც ძალიან ახლოს არის მედიცინასთან, ხო? ვინაიდან ეს არის სამედიცინო პოდკასტი, ავრჩიეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე უკვე ძალიან ხშირი თემა. როგორ შეგვიძლია აუხსნათ თვითონ ჰიპოქონდრია, ისე რომ ადამიანებს არ შეეშინდეთ, მაგრამ თან თავისი თავი ამოიცნონ? ხო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თემაა მართლაც ჰიპოქონდრიაც და ზოგადად სომატოფორმული აშლილობების თემაც, იმიტომ რომ განსაკუთრებით ახალგაზრდა ექიმებისთვის ალბათ მნიშვნელოვანია რომ ეს იცოდნენ და ახალგაზრდა ფსიქოთერაპევტებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია სხეულისა და ფსიქიკის ურთიერთქმედებაში გამოარჩიონ, როდის არის ნამდვილად ორგანული ფონი და როდის არის მხოლოდ ფსიქოლოგიური ფონი. მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მაინც ყოველთვის ერთად არის, იმიტომ რომ ნებისმიერი ჩვენი განცდა, იქნება ეს სიხარული, იქნება ეს მწუხარება, სტრესი, ეჭვი, შიში, ყველაფერი მაინც საბოლოოდ განიცდება სხეულში. სხეული როგორც ჩვენი აპარატურა აღიბეჭდავს ყველაფერს. რომ ვიცინით ყველა უჯრედით, მე პირადად ვთახთახებ ფეხის თითებიდან დაწყებული თმებით დამთავრებული და ასევე გვტკივა და ტკივილებს აქვს სხვადასხვა ცენტრი სხეულში. აქედან გამომდინარე ნებისმიერი ფიზიკური დაავადება აუცილებლად მოქმედებს ფსიქოლოგიურ ფონზე და ამიტომაც ყველა თავმოყარა კლინიკას პრინციპში ფსიქოთერაპიის მომსახურებაც მეტნაკლები კომპონენტით აქვს და ასევე პირიქით, როდესაც ფსიქიკური პრობლემა ჩნდება, შეიძლება აღმოცენდეს მკაფიოდ გამოხატული ფიზიკური ჩივილებით, თორე საერთოდ ნებისმიერ შემთხვევაში გარკვეულწილად მაინც ყველაფერი გამოდის, რომ ორგანულია, იმიტომ რომ ელემენტარულად დეპრესიის დროს დათრგუნული ნეიროტრანსმიტერები, რეცეპტორები, ეს უკვე არის ფიზიკური ფონი და სიმპტომატიკა, რომელიც დეპრესიის დროს აღიწერება, მაგალითად შენელებული მოძრაობა, თუ გაბუჟება სხეულის, ერთგვარი გაშეშება, დამძიმება, ხო? უკვე ესეც არის ერთგვარად ფიზიკური ფონი. რაც შეეხება კონკრეტულად ჰიპოქონდრიას, ეს ძალიან საინტერესო ფენომენია თვითონ ეს დაავადება, იმიტომ რომ ის გამოხატავს მორალურ ტანჯვას და მორალური ტანჯვა ხშირად ფიზიკურ ტანჯვაზე უფრო ძლიერია. სწორედ იმიტომ, რომ უფრო ძლიერი და უფრო აუტანელია, ადამიანი დაეჭვებული თავის სხეულში ეძებს ავადმყოფობას. მაგრამ ჰიპოქონდრიას აკვიატებული მდგომარეობის ნევროზის სიმპტომიც არის ერთგვარად დაავადების ფობია, განსაკუთრებით ხშირია ხოლმე კანცეროფობია ან მაგალითად შიცის ფობია, რომელიც იწვევს ტანჯვასაც და გარდაცვალებას. მაგრამ ეს აკვიატებული ეჭვი, რომ ვაი თუ დამემართოს, ხომ არ დამემართება, გარემოში საფრთხეა და დამემართება, განსხვავდება ჰიპოქონდრიისგან, რომელიც პრაქტიკულად ან დარწმუნებულია, რომ დაავადება აქვს, ან დარწმუნებულია, რომ ეს დაავადება დაემართება. გამომდინარე აქედან ადამიანები დადიან ხშირად ექიმთან და ექიმების კეთილსინდისიერება აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მხრივ და მეორე მხრივ ძალიან ფაქიზია ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ მაგალითად ამერიკაში ამგვარ ურთიერთობას ადამიანი რომ დადის ექიმთან, ეძახიან დოქტორ შოპინგს, რომ თითქოს ადამიანი ყიდულობს აი ამ ყურადღებას და თითქოს ესე სიმბოლური ენით უზიარებს თავის მორალურ ტანჯვას სხვადასხვა სომატურ ექიმებს. ქალბატონათია გაგაწყვეტინებთ აი ჰიპოქონდრია ხშირად ესე ჟღერს რომ ეს სიკვდილის არ მეშინია. მეშინია იმ მდგომარეობის რომ ვერ მივხვდე და რამე დამემართოს. აი ეს რაც თქვენ ახლა თქვით რაღაც ესეთი ფორმულირება. თუ ყოლიათ პაციენტი რომელსაც ჩაუწერია ვთქვათ ინტერნეტში რომ თავის ტკივილი და იქ ძალიან ბევრი დიაგნოზი ამოუვარდა და დარწმუნებული იმაში, რომ მას შეიძლება დაუდგინდეს და ის მზად იყოს ძალიან ცუდი დიაგნოზისთვის.
რა თქმა უნდა, ხშირი დაგუგლვა და ძიება, ასე ვთქვათ, ეს ცნობიერების თითქოს და ამაღლება, საკუთარი წარმოსახვითი იმ დაავადების მიმართ, რომელსაც ჰიპოქონდრიით შეწუხებული ადამიანი დაეძებს, რა თქმა უნდა, ამძაფრებს. იმიტომ რომ უსისტემოდ ნახევრად განათლება ძალიან საშიშია. ამ დროს შენ არ შეგიძლია დიფერენცირება, არ შეგიძლია სწორი კავშირების გაბმა და არ შეგიძლია გამოარჩიო ის, რომ უკიდურესი მდგომარეობებიც აღწერილია Google-ში და ნაირ-ნაირი ასორტიმენტია, ხო? რასაკვირველია ასეთ შემთხვევაში შეიძლება ადამიანმა კიდევ უფრო გაამწვავოს ეს თავისი მოლოდინი აი ამ ძიების, რომ აუცილებლად რაღაც დაავადება უნდა დაემართოს. შესაბამისად კი, რა თქმა უნდა, ეს აძლიერებს ამ განცდას. ზოგჯერ ჰიპოქონდრია იწყება არა სხეულიდან, საკუთარი სხეულიდან, არამედ მძიმე ისტორიიდან, თქვათ დანაკარგიდან, თუნდაც ძლიერი შიშის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში რას ურჩევდით ასეთ ადამიანს? ზოგჯერ არა. ჰიპოქონდრია არის თავიდან ბოლომდე ფსიქიკური ფენომენი, გამომდინარე აქედან ჰიპოქონდრიით დაავადებულ ადამიანს შეიძლება და ჰიპოქონდრიით დაავადება ეს ასე ცალკე არც არის, ეს არის შფოთვითი კლასტერი, ეს შფოთვითი დაავადების გამოვლინება, რომელიც აი ესე საკუთარ თავზე თითქოს და ზრუნვით გამოიხატება. რეალურად არის შფოთვითი მდგომარეობა, რომელიც თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ტანჯვის შიში უფრო მეტად არის, ვიდრე რაც გარდაუვალი საბოლოო დასასრულის რო ყველა ვკვდებით, ხო? ეს არის ერთგვარად თან ტანჯვის შიში, მაგრამ საინტერესო ფენომენი იმიტომ არის, რომ ერთი მხრივ თითქოს ადამიანს ეშინია და იმიტომ დაეძებს და მეორე მხრივ დაჟინებით დაეძებს, რომ ის აუცილებლად უნდა იყოს თითქოს ნაპოვნი იმისთვის, რომ ადამიანმა ერთგვარად მოიხელთოს ხელში თავისი ტკივილი. შესაბამისად, ეს არასდროს არ არის ზოგჯერ დასაწყისი ფსიქიკური, აქ ყოველთვის არის დასაწყისი ფსიქიკური. ანუ ეს წითელი ალარმები როგორ შეიძლება ამოვიცნოთ საკუთარ თავში? აი მაგალითად, მე ხა დედაჩემსაც აქვს მსგავსი პრობლემა, ჩემს საუკეთესო მეგობარსაც მსგავსი პრობლემა აქვს. ძალიან მომრავლდა, როდესაც ადამიანები ისტერილ ფორმაში ამოწმებენ უკვე საკუთარ ჯანმრთელობას, ხო? აი მე როგორც პაციენტმა როგორ მივხვდე, რომ ეს უბრალოდ ზრუნვა აღარ არის და ეს არის რაღაც უფრო შეპყრობა ამ იდეით? თვით ზრუნვა ეს არის ძალიან კარგი რამ, ამიტომ მე მას არ დავაკნინებ პირიქით ნეტავ კი ჩემი კულტურაც უფრო მაღალი იყოს ამ მხრივ და ნეტავ კი მართლაც საზოგადოების კულტურა მაღალი იყოს აი ესეთი ჰიგიენის მიმართ, რაც არის საკუთარი თავის გამოკვლევა იმ სიხშირით და იმ პროტოკოლით, როგორც ეს რეკომენდირებულია გარკვეულ ასაკში, მაგალითად ქალები თუ დროულად 40 წლის ასაკის მერე მიმართავენ მამოგრაფიას, მაგალითად თუ კაცები იმოწმებენ პროსტატის ჯირკვალს ასეთივე რუტინული იმითი, ხო? თუ კი სისხლის ანალიზს ადამიანი იკეთებს წელიწადში ერთხელ და ასე შემდეგ. ამგვარი კულტურის შეძენა მხოლოდ და მხოლოდ სასურველია, ეს პრევენციული მედიცინით ჩვენ მოვუწოდებთ ადამიანებს, რომ ეს გააკეთონ, ამიტომ ამგვარი თვითზრუნვა ძალიანაც კარგია. სტომატოლოგთან ვიზიტი, კბილების გაწმენდა დროულად და ასე შემდეგ, ამას მხოლოდ მივესალმები. ჰიპოქონდრია თავს იჩენს მაშინ, როდესაც ადამიანი თითქოს და დაჟინებით დაეძებს, თითქოს ის დარწმუნებულია, რომ ან აქვს დაავადება, ან აწი აუცილებლად დაემართება. ეს ძალიან ხშირად ახლავს, როგორც გითხარით, შფოთვით მდგომარეობებს, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ეს იყოს დეპრესიის მაჩვენებელი, ზოგჯერ ეს იყოს ტრაუმის შემდგომი მდგომარეობაც და ეს არის ერთგვარად დაეჭვება არა გარემოში, აი როგორც მაგალითად გარემოდან კი არ მომდინარეობს ამ შემთხვევაში თითქოს საფრთხე, თითქოს სხეულია საფრთხის ობიექტი, რომელიც შეიძლება აფეთქდეს, რომელმაც შეიძლება უღალატოს ადამიანს და სადღაც მის შიგნით არსებობს ეს საშიში ბირთვი და აი ამ ბირთვის ძიებაში კიდევ არის ასაკობრივი ჰიპოქონდრიაც, რომელიც კიდევ ცალკე შეიძლება განვიხილოთ, ეს არის მოხუცების, აი ასაკოვანი ადამიანების ფარული როგორც ჩანს შიში თავიანთი ასაკოვნების გამო და ხასიათდება ჭარბი მედიკამენტის მიღებით, ხშირად არიან რეკლამის მსხვერპლი და აი როდესაც ისმენენ, რომ აი ეს მედიკამენტი ამას შველის და ეჩვენებათ, რომ აი ყველაფერი
ყველაფერი მათ აწუხებთ და ზოგადად შიშმა ისედაც იცის სხეულებრივი რეაქცია, ამით დავიწყე მე ჩემი განმარტება, ასე ვთქვათ, ჰიპოქონდრიაზე, რომ სხეული ყველაფერშია ჩართული და ოდნავადაც კი ჩვენ თუ შეგვეშინდა, შიშმა უკვე იცის სიხსაღვების შევიწროება და თაუბროსხვევა, უკვე იცის ცოტა გულის აფარცქვალება, ასე ვთქვათ, და აი ეს ყველაფერი შეიძლება ჩათრეული იყოს, როგორც მტკიცებულება, რომ აი ეს არის დასტური, რომ აშკარად მე რაღაც სხეული მატყობინებს, რაღაცა ხდება ჩემში. შეგვიძლია მივიწებოთ რაღაც სიმპტომი და მე შევიგრძნოთ ეს და ეს რეალურად ეს ფენომენი თუ არსებობს, რომ აი ეს მიწებება ამ სიმპტომის და მე შეგრძნება, რომელიც რეალური არის და არ არის. რა თქმა უნდა, ეს არის კომუნიკაცია, ოღონდ დარღვეული კომუნიკაცია ჩვენს ორგანოს, შინაგანი დიალოგია ერთგვარი, აი ამ ორგანოსთან, იმიტომ რომ ყოველი ორგანო არის გარკვეული ტანჯვის მეტაფორა. ფილტვები ხო რა ისე თქვა არ მყოფნის ვიხუთები აქ ჰაერი არ მყოფნის ამ ქვეყანაში ამ სოციუმში ხო რაღაცა წელში გადამტეხა მაგალითად თირკმელი ღრმა სტრესზე აგებს პასუხს ქვეცნობიერ ძალიან ღრმად ჩაძირულ სტრესზე კუჭნაწლავი მონელებაზეა პასუხისმგებელი და აი ეს არის მეტაფორა იმისა რომ ვერ ვინელებ დარდს ვერ ვინელებ ბრაზს ვერ ვინელებ ვიღაცის გარდაცვალებას თავბრუმეხვევა და ასე შემდეგ ხო ძალიან ბევრი რამ გულის პრობლემების პირად კავშირებთან არის დაკავშირებული პირად ურთიერთობებთან ძალიან ხშირად და მათ დეფიციტთან ყელში ბურთი რომ ყელში რაღაც მიჭერს მახრჩობს თითქოს ვერ გამომითქვამს რაღაც რისი გამოთქმაც მინდა და ყველაფერს თავისი მეტაფორა აქვს რომელიც ენაშიც ვრცელდება ამას გარდა ჰიპოქონდრიის გარდა კიდევ ჩვენ გვაქვს კონვერსიული აშლილობები როდესაც ნევროლოგიურ პასუხს იძლევა ფსიქიკა რეტროსპექტულად აი რაღაცა წარსულში მომხდარი ფაქტი მოულოდნელად გამოვლინდება ასე რომ ადამიანს მხედველობა აკლდება და ბრმავდება სელექტიურად შეიძლება სიყრუის გამო მივიდეს ექიმთან მაგრამ აიქ არ არსებობდეს ამის საფუძველი იყოს კრუნჩხვა ეპილეფსიის გარეშე დამბლა ინსულტისა და რაიმე ნევროლოგიური პრობლემის გარეშე და ასევე არის კიდევ ტკივილის აშლილობა და აი ჰიპოქონდრიის შემთხვევაში თუ კი რაღაცნაირად აი ამ ბირთვს ტანჯვის ბირთვს სხეულებრივად ებრძვის ეძებს ადამიანი და დარბის ექიმიდან ექიმთან ტკივილის აშლილობის შემთხვევაში ტკივილი არის აბსოლუტურად რეალური და ასეთი ადამიანები ხშირად მერე დამოკიდებული ხდებიან ტკივილგამაყუჩებლებზე იმიტომ ტკივილგამაყუჩებლებიც გარკვეულწილად ნარკოტიკული საშუალებებით მუშაობენ ხო და გამომდინარე აქედან აქ ტკივილი იმდენად რეალურია რომ ძალიან უჭირს პაციენტს ამოიცნოს ამაში სინამდვილეში მისი მორალური და ფსიქიკური ტანჯვა. ავიღოთ მაგალითი ცხოვრებიდან თქვათ არის პაციენტი რომელიც აი ყოველ კვირას იკეთებს გამოკვლევას იმიტომ რომ დარწმუნდეს და დარწმუნებულია რომ რაღაცას დაიდგენს რაღაცას აღმოიჩენს და ბოლოს ჩუმად იტყვის მე არ მეშინია რომ რაღაცა დამემართოს მეშინია რომ ჩემს გვერდით ამ დროს ვინმე არ იქნება რას ეტყოდით იმ ადამიანებს აი როგორ იმუშაონ საკუთარ ტვინზე საკუთარ აზრებზე რომ აი როდესაც მისი ტვინი კატასტროფებს აგებს იცით კატასტროფის შემცირების ახლა რამდენიმე ესეთი პირადად გამოსაყენებელი ხერხი სპეციალისტის დახმარების გარეშე შეიძლება რა თქმა უნდა იყოს ჭარბი გუგლის შეკუმშვა ასე ვთქვათ შეიძლება იყოს სუნთქვითი ვარჯიშები შეიძლება იყოს რაღაცნაირად აი ამ აზრების ჩანაცვლება უფრო უკეთესი აზრებით რომ მაგითი ადამიანი ერთგვარად მარტოობის შიშს ამხელს ხო ასეთ დროს რომ თითქოს და დაავადების გარშემოვლით ის წუხს თავის მარტოობაზე და შეიძლება ეს მარტოობა დიდწილადაც იყოს განსაზღვრელი იმისა დოქტორ შოპინგი რასაც უწოდეთ რომ დადის ასე ვთქვათ და ვაჭრობს ექიმების ყურადღებით რომლებიც ზოგი მის გულს უსმენს ზოგი მის პულსს აკვირდება ზოგი მის იყურება რენტგენში და ასე შემდეგ ხო ამიტომ ეხა ერთი რამ არის რაც შეიძლება
ეხება რომ ადამიანებს უბრალოდ სწორად აუმაღლოთ ცნობიერება და ვთხოვოთ რომ ნუ გაერთობიან თვით დიაგნოსტიკით, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ კი ეს მწვავეა, მაინც ალბათ ჯობს ფსიქოთერაპევტთან ვიზიტი, იმიტომ რომ ასეთი გამზადებული, ასე გააკეთე და მოგეშვება, ასე მარტივი რო იყოს ფსიქიკური პრობლემები, მაშინ ის ასე კი არ იქნება გადაფარული და დამალული სხეულში თითქოს და რაღაცა ტკივილის სახით, ხო? ეს სწორედ იმიტომ იმალება აი ამ კამუფლაჟი, იმიტომ აქვს ასეთი განცდით, რომ თითქოს ავათ უნდა გახდეს ადამიანი, რომ გაცნობიერება და მისი მოხელთება არის პრობლემა. ამიტომ ამის გამოკვლევა არის ეს ამბავი იმის ღირსი, რომ ჩაუღრმავდეს ადამიანი და მოიშოროს შეარბილოს, იმიტომ რომ შესაძლოა რომ ეს პრობლემა ქრონიკულ პრობლემად იქცეს, თუ კი დროულად არ იქნება ყურადღება მიქცეული. დიახ, მე ხა გამიჩნდა ესეთი კითხვა. აი ადამიანები, ვინც ჰიპოქონდრიით დაავადებული პაციენტების ირგვლივ არსებობენ, რა შეიძლება მათ გააკეთონ, რომ შეუმსუბუქონ ცხოვრება ამ პაციენტებს? აი როგორ უნდა მოვექცეთ ჩვენ ამ ადამიანებს? მე პირადად ვარ დაინტერესებული და მაგიტომ დედაჩემს არ ვიცი ხომ რა ვუთხრა, რა წინადადება დაამშვიდებს მას, რა წინადადება შეუმსუბუქებს ამ დარდს დაუშვათ. როგორ მოვექცემ? კაცრი ვიყო უფრო. უფლება რომ პირდაპირ ეთერში ილაპარაკოთ მასზე. ეგ საინტერესო ფაქტორია, არ ამიღია ნამდვილად ნება ხო და ეგ როგორ უნდა მივუდგეთ მათ, რომ არ მკაცრი ვიყოთ, რბილი ვიყოთ, როგორი უნდა ვიყოთ მათ გვერდით? ჩემი აზრით უნდა ვიყოთ ბუნებრივები მათ გვერდით, იმიტომ რომ არც იმ კაცრის უფლება გვაქვს მაშინ, როდესაც ადამიანი გვიზიარებს თავის ტანჯვას, თუნდაც მეტაფორულად, თუნდაც სიმბოლურად და თვითონაც არ ესმის ამ ტანჯვის ღრმაში ნაარსი, მაგრამ ფაქტია ის გველაპარაკება რაღაც თავის დიდ ტკივილზე. ასეთ დროს მკაცრები ვიყოთ არ არის ჩემი აზრით კარგი თანაგრძნობა და ზედმეტად შევყვეთ და კვერი დავუკრათ, რომ კი ალბათ აბარაკაცო, ალბათ შენ კი მოდაგემართება ეხლა, რადგან ერთხელ თავი აქ ტკივდა, რასაკვირველია, ესეც არც ბუნებრივია და არც სასარგებლო, ხო? ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის ადამიანს უსმინოთ, რომ მან ეს გამოთქვას, თუნდაც სიმბოლურად გამოთქვას აი იმ დაავადების შიშის გავლით და ვერ გამოთქვას როგორც ფსიქიკური განცდა და გრძნობა. რადიოლოგიასთან რო დავაკავშირო ეს ჩვენი თემა, ჰიპოქონდრიას ალბათ ცოტა გამოეყოფა ეს, მაგრამ რადიოლოგიური შიშები არის ძალიან ხშირად, ხო, პაციენტებში. ალბათ კი მაინც რაღაც დონეზე უკავშირდება, როდესაც ადამიანს ეშინია იმ დიაგნოზის გაგების და ამიტომ მაქსიმალურად ირიდებს თავიდან, რომ გაიკეთოს რადიოლოგიური კვლევა. არანაირი იმიჯინგის სურვილი არ აქვს, როდესაც შეყავს პაციენტი თვითონ ამ აპარატში, გაჩერებს და გეუბნება, რომ მე არ შემიძლია ამის ჩატარება და ვერ ეს გაურკვევლობა მათ, მოკლედ ამ დიდ შფოთში აგდებს. ამასთან დაკავშირებით ეგ ჰიპოქონდრიის თანდევი არ არის. ეგ არის, როდესაც აი მაგალითად ახლა გუშინ ჩემს ახლობელს ვეუბნები, რომ წადი რომელიღაც ექიმთან რუტინის დროა და მეუბნება, რომ ვაიმე არ მინდა რამე ცუდი არ მითხრან. ხო, ეს არის რომ ნამდვილად მას სჭირდება ეს და მღელვარებას იწვევს ხოლმე, როცა ნამდვილი ტკივილი აქვს, აი იმისი ცუდი რამე არ მითხრან და სჭირდებათ ერთგვარად დარწმუნება, რომ დროზე მიგნებული ყოველთვის კარგია და თანაც რატომ გაქვს ცუდის მოლოდინი, იქნებ პირიქით უნდა გამშვიდონ და კარგი გითხრან, რომ არ პროგრესირებს რაიმე დაავადება, ხო? ეს ერთი საკითხი არის, მაგრამ რადიოლოგების შიში განსაკუთრებით აქვთ ხოლმე MRI-ის აპარატში ჩაწოლის, იმიტომ რომ გააჩნია ადამიანის ან კლაუსტროფობიას დახურული სივრცის შიშს, რომელიც ასევე სიმბოლური ფობია არის, ან გააჩნია მის წარმოსახვას, როდესაც ამბობს, რომ ასოციაციად მეგონა კუბოში მაწვენდნენ, აი ასეთი რამე უთქვამთ და მე ხშირად მithქვამს, რომ აბა ჩაანაცვლე ხა ეს რომ თითქოს და კოსმოსურ ხომ მე მეთქის მგონია რომ კოსმოსურ ხომალდში კაფსულაში ვჯდები და შეგვიძლია რომ ამას დაუპირისპიროთ, რასაკვირველია დადებითი წარმოსახვა და ძალიან უცნაური პრაქტიკაა, რომ პატარა ბავშვებს ხშირ შემთხვევაში, რადგან გაუცნობიერებლად ვუღებთ ამ MRI-ს, უფრო ნაკლები შიში აქვთ ხოლმე, გქონია შემთხვევა 5-6 წლის ბავშვი ისე გადაიღებს, რომ საერთოდ არ აქვს არანაირი ფობია. შეიძლება მოვიდეს დასრული ადამიანი და მან უფრო გააპროტესტოს, უფრო მეტი შიში ქონდეს ამ კვლევასთან დაკავშირებით. ამიტომ ეს ნამდვილად უცნაურია. დაუბრუნდეთ ჰიპოქონდრიას, ანუ მაინტერესებს გქონიათ თუ არა შემთხვევა, რომ ადამიანი იმდენად უსმენს საკუთარ სხეულს, რომ ნორმალური შეგრძნებებით, ნორმალური პულსი, ნორმალური გულის რითმიც კი აშინებს. რა თქმა უნდა.
ის კი არა რომ თქვათ რაღაც გაუძლიერდა პულსის სიხშირე ან რაღაც ამოვარდნა გულის ან სუნთქვის გაძლება. არა, ის ნორმალური შეგრძნებებიც კი აშინებს. კი, შესაძლოა რომ ეს შფოთვით სიმპტომად გამოვლინდეს, იმიტომ რომ აი როგორც ფსიქოანალიტიკოსები არქმევენ ორგანოთა დუმილი, ხო რომ ჩვენ არც კი აი ხშირად გაიგონებთ ადამიანებისგან რომ არ ვიცი ღვიძლისად მაქვს, არ ვიცი გულისად მაქვს, მართლა არ იცის. პატარა ბავშვები რომ ამბობენ, გაიმეორებენ უფროსებისგან, რომ თან გულის ტკივა და მუცელზე იდებს ხელს ან აბსოლუტურად სხვა ორგანოზე მიგითითებს, ხო? შესაბამისად ეს რა არის, ჩვენ არ გვაწუხებს ჩვენი ორგანოების ავტომატურად სუნთქავთ, ავტომატურად არის გულისცემა, ავტომატურად მუშაობს თავისთვის ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა თუ შარცასქესო სისტემა თუ მთელი ქარხანა შიგნით მუშაობს თავისთვის ჭკვიანურად, ბრძნულად და არ გვაწუხებს და არ ხმაურობს და როგორც კი ორგანო ახმაურდება, ის ყოველთვის გვატყობინებს რაღაც უწესრიგობაზე, განგაში აქვს ერთგვარად, ხო და ტკივილი მეგობარია ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ არის ისეთი ვერაგი დაავადებები, რომლებსაც სწორედ ტკივილი რომ არ ახასიათებს, ამიტომ შეიძლება ადამიანმა გვიან მიაგნოს თუ კი თვითმოვლის კულტურა დაბალი აქვს. და როდესაც შფოთვითი მდგომარეობებია, ასეთ შემთხვევაში ნერწყლის გადაყლაპვაც კი შეიძლება ადამიანს ექცეს პრობლემად, იმიტომ რომ ის ყველა აბსოლუტურად ავტომატურ და ნორმალურ პროცესს შეჩერებით აკვირდება და ესეც არის ხოლმე ასეთი სიმპტომი, რომ კი ბატონო, რამდენად ეფექტურია ზოგადად ფსიქოთერაპია ასეთ შემთხვევებში და ყველა ჰიპოქონდრია ქრონიკულია თუ არ არის ესე და რაღაცა შეიძლება რაღაც ეტაპზე ვუშუალოთ ჩვენ ამას და აღარ გაგვიმეორდეს არასდროს ეს შეტევა. ზოგჯერ მედიკამენტიც არის საჭირო, ზოგჯერ ფსიქოთერაპიაც საკმარისია. ერთი რამ ცხადი არის, რომ ნამკურნალები და მიხედილი, ასე ვთქვათ, ყველაფერი შეიძლება რომ ჩაყუჩდეს და ისეთი მთელი ცხოვრების რემისია კონდეს, აღარასდროს შეაწუხოს ადამიანი და შესაძლოა ქრონიკულიც იყოს. კი, ასეც შეიძლება. თუმცა ფსიქოთერაპია ამას შველის, მიღებული პრაქტიკა არის მაგალითად კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, რომელიც ასწავლის სიმპტომის მართვას, ადამიანს შფოთვის მართვას, სუნთქვით ვარჯიშებს და ასე შემდეგ. ასევე მე თუ მკითხავთ, ძალიან ეფექტური არის არტ-თერაპია, იმიტომ რომ არტ-თერაპია ეს არის პრაქტიკა, როდესაც სხეულსაც ეძლევა გამოხატვის შესაძლებლობა, იქნება ეს მოძრაობით, დრამატული პოზით თუ აქტინგით, აქტივობით, იქნება ეს ხატვით თუ ძერწვით და ამავდროულად ფსიქიკურ აი ამ გაუცნობიერებელ ტანჯვას ეძლევა ფორმა. გამომდინარე აქედან ყველაფერი რაც გარეთ გამოვა და მას აქვს უკვე ფორმა და მისი განსხეულება შეიძლება მასთან დაპირისპირება უკვე გადადის სხვა ეტაპზე, სხვა ჭრილში და უკვე სხვანაირად ეფექტურად მყარდება თერაპიული ურთიერთობა. ყველაზე აი ესე მძიმე მომენტი თუ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ადამიანი ზოგჯერ ხვდება რომ პრობლემა შიშია, მაგრამ სხეული მაინც ვერ მშვიდდება. ის შეგნებულად, გააზრებულად მივიდა იქამდე, რომ მისი პრობლემა არის შიში, მაგრამ მისი სხეული მაინც სიმშვიდეში არ არის. მისი პრობლემა რომ შიშია, ეს უფრო გენერალიზებული არის, გაფართოებულია, ხო? აქ კონკრეტული რომელიღაც განცდის, კონკრეტული ტანჯვის და შინაარსის საკითხია, რომელიც ადამიანს სხეულში ემალება. სხეულებრივ განცდაში ემალება, თავს არ აჩვენებს შინაარსობრივად, ან ადამიანს არ შეუძლია ამაზე ფიქრი და ამიტომაც განდევნა სხეულში და სხეულებრივ გრძნობებში. აქედან გამომდინარე, ფსიქოლოგია უშველის, თქვა ფსიქოთერაპევტი, რა თქმა უნდა, იმიტომ აი ისევ და ისევ უბრუნდები, რომ ჰიპოქონდრია არ არის ერთადერთი სომატოფორმული აშლილობა, არსებობს კიდე მაგალითად მიუჰაუზენის სინდრომი, რომელიც არის, რომ ადამიანი სიმულირებს დაავადებას, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ნახევრად გაცნობიერებულია, რომ ის სიმულირებს და თავს იმკვდარუნებს, ასე ვთქვათ.
ნახევრად გაცნობიერებულია, მაგრამ მექანიზმი რის გამოც ის ასე იქცევა, არის ასევე ტრაუმული, რომ მან არ იცის როგორ მიიქციოს ყურადღება სხვანაირად. და შესაძლოა აქ იმალებოდეს მაგალითად მშობლების უყურადღებობა და ბავშვობაში მხოლოდ მაშინ აქცევდნენ ყურადღებას, როდესაც ავადი იყო და მას აი ასეთ დროს აქვს მხოლოდ შეგრძნება, რომ დამინდობენ და გადავრჩები და ყურადღებას მომაქცევენ, ხო? ან არის კიდევ კლასიკური სიმულაცია. კლასიკური აი სიმულაცია უკვე ეს არ არის მიუჰაუზენის სინდრომისგან, რით განსხვავდება, რომ ამ შემთხვევაში თავის მომკვდარუნებისას ადამიანს აქვს ზუსტად გამიზნული მიზანი. მაგალითად, მე რომ ნატურაზე ვაცხელებდი თერმომეტრს, რომ დედას სკოლაში არ გავეშვი, ეს იყო კლასიკური სიმულანტობა, რომლისგანაც მე ველოდი კლასიკურ სარგებელს, ხო? აი აბსოლუტურად ცხად სარგებელს. ასე არის ხოლმე, რომ განსაკუთრებით მამაკაცები მიმართავენ, რომ ჯარში არ წავიდნენ, ციხის პირობებში, რომ რაღაც უკეთეს პირობებში გადავიდნენ, ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა, აი ამ დროსაც კი ადამიანის რაღაც ნაწილი რჩება, რომელიც ფარავს სხვა რამეს და ყოველთვის ესეთი ადამიანები არასდროს არ უნდა შევარცხინოთ, რომ უი შენ აი საკმარისად ვაშკაცი არ ხარ და ამასა ვერ უძლებ თუ აი რაღაც, ხო? იმიტომ რომ იგივე ბავშვი თუ კი ხშირად აცხელებს ამ თერმომეტრს და ხშირად იმკვდარუნებს თავს და არ უნდა სკოლაში წასვლა, რაღაცა ხდება იმ სკოლაში, ესე იგი. ერთხელ შეიძლება სიზარმაცე იყოს მიზეზი, მაგრამ მე ვგიჟდებოდი ჩემს სკოლაზე სხვა ბავშვებთან თამაშზე, თორე ისე აფერზე არ ვგიჟდებოდი, რა თქმა უნდა, სკოლა ხო საშინელებაა ზოგადად. მაგრამ ხო, ნუ რა ვიცი, საუკეთესო სკოლები როგორი არის ახლა, არ მიკვლევია და ნუ საბჭოთა სკოლაზე ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო იყო, მაგრამ რაც იყო, ეგ იყო, ასეა თუ ისე, ყოველ შემთხვევაში ეს პირველი სისტემა, რომელშიც შეგვაგდებენ, ხო? თუ კი ეს სისტემა იმდენად სასტიკია, იმდენად ბავშვები ექცევიან შენ შვილს იქნებ ცუდად ან რა ხდება, ხო? თუ კი ამას ხშირად აკეთებს ადამიანი, ესე იგი ის რაღაცას გაურბის, ხო? აქ მასაც უნდა დავფიქრე. იმ ციხის საკანში თუ კი ადამიანს მუცლის გამოფატრვა უღირს, რაღაცას გაურბის, ესე იგი რაღაცა შველა სჭირდება იმ ადამიანს. რაღაც უკეთესი უნდა მივცეთ, ხო, ასეთ შემთხვევაში და დავუკვირდეთ, რომ რა ხდება მის თავს. ეს ხომ ადამიანი არის და ის ამ ტანჯვას დემონსტრირებს არატყუილად, არასდროს არ აკეთებს ადამიანი რაიმეს სერიოზული მიზეზის გარეშე სინამდვილეში. ხშირად გაგვიგია ხოლმე, რომ ესეთი ტიპის ადამიანებს, ვისაც თავის ჯანმრთელობაზე აქვს შიში, ურჩევენ, რომ წადი გაიკეთეს სრული გამოკვლევა. აი რაღაც სრული MRI, მაგალითად მთლიანი სხეულის MRI, მთლიანი სხეულის კომპიუტერული ტომოგრაფია. ეს რამდენად შველის რეალურ პრობლემას. დროებით შველის, მაგრამ ფსიქოთერაპიის გაცნობიერების ამაზე მუშაობის გარეშე ეს მაინც არის დროებითი. იმ წუთას თითქოს ადამიანი მოდის დამშვიდებული, მაგრამ მეორე დღეს ისევ ამბობს, არა განსაკუთრებით ისევ მაგალითად ფილტვები აქვს აჩემებული, ხო? რაღაცაში არის იქ საქმე, შეიძლება ეს იყოს ძველი ტრავმა, როდესაც ისე შეეკრას, თქვა რომ ამას თქვა უჭირდა და აი ეს მუდმივად ჩადებული არის რაღაც ტანჯვა, რომელიც მაინც და მაინც მისი აზრით სასუნთქ ორგანოს უნდა დაემუქროს. ან უნდა დაემუქროს მაინც და მაინც თავს, ან მუცელს, კუჭს ძალიან ხშირად, ხო? ხო, იმიტომ რომ კუჭი და საჭმლის მომნელებელი ტრაქტი მეტაფორულად გრძნობებთან ძალიან დიდ კავშირში არის და ფსიქიკური მომნელებელი სისტემის ბიოლოგიური მეტაფორა. აქედან გამომდინარე, საინტერესო შედარება. ხშირია, რა თქმა უნდა. რა მაინტერესებს, ახლა რას ეტყოდით ადამიანებს, რომელიც ახლა გვისმენს და აი ესე ბრჭყალებში რო თქვა, ვითომ რაღაც სერიოზული სჭირს. რას გვასწავლოს? შეიძლება რამე გვასწავლოს ჰიპოქონდრიამ ისე, რომ საკუთარ თავზე, რომ აი დადებით პოტენციალშიც განვიხილოთ ეს პრობლემა. ადამიანი. კი, ნუ დადებითი ამისი ერთგვარად ისიც შეიძლება იყოს, რომ დაუშვათ ადამიანი თვით ზრუნვას სწავლობს და თავისი სხეულის მოსმენას სწავლობს. მაგრამ ეს არის პირველი კლასი და პირველი ნაბიჯი, როცა ადამიანი განგაშით აყურადებს თავის ორგანოებს და ამის შემდეგ სჯობს, რომ გადავიდეთ მეორე კლასში და უკვე ნამდვილი სათქმელი მოვისმინოთ აი იმ ორგანოსი, რატო უკავშირდება ამ ორგანოს ასე მტკივნეულად ადამიანი და აქ უკვე ჩავიდეთ სიღრმეში, სინამდვილეში, რას ლაპარაკობს ამ ორგანოსთან და რა ტანჯვას დემონსტრირებს ადამიანი ამ შიშით. ამიტომ ეს აუცილებლად შფოთვაა?
ანუ შფოთია რეალურად ეს პრობლემა. ჰიპოქონდრიას შეგვიძლია დავარქვათ შფოთი, თუ ცალკე იზოლირებული? არ არის იზოლირებული, ცალკე არასდროს არ არის, უმეტეს შემთხვევაში ეს არის შფოთვითი აშლილობის თანმდევი, მაგრამ შესაძლოა იყოს ღრმა დეპრესიისაც. და ღრმა დეპრესიას კიდევ ძალიან თუ გაღრმავდა დეპრესია, იქ ძალიან საინტერესოდ უახლოვდებით საერთოდ ორგანოების სისტემას საკითხს, იმიტომ რომ მაგალითად კოტარი იყო ესეთი ფრანგი ფსიქიატრი, რომელმაც აღწერა დეპრესიის თანმდევი ფსიქოზური ბოდვითი შინაარსი და აი ამ ბოდვითი შინაარსისას ადამიანები ძალიან ხშირად ამბობენ, რომ მათ ორგანოები არ აქვთ. ეს არის სხეული ორგანოები არ აქვს. და განიცდიან აი ამ სიცარიელეს შიგნით. ამიტომ ესე ძალიან საინტერესო ფენომენია და სხეული ძალიან შემაწუხებელი ხდება დეპრესიის დროსაც. რა თქვენი აზრით, რატომ მოიმატა ასე პროცენტულად ამ შიშებმა საზოგადოებაში? რატომ არის ეხლა რომ თუ უფრო მეც ვლაპარაკობთ, თუ ეხლა უფრო მეც დემონსტრირებთ? რავი, ხშირად ამბობენ ჩვენი მშობლების თაობა, რომ ჩვენ დროს არ იყო დეპრესია, მაგალითად ჩვენ დროს არ იყო ეს შიშებს სახელს არ არქმევდნენ. ეხლა უფრო ცნობილია, ხო? უფრო მეც საუბრობთ ამაზე. იცით, ყოფით ცხოვრებაში რა არის ცნობილი მეცნიერებისთვის ეს არაფერს არ ნიშნავს. ყოველთვის უნდა ციფრებით იყოს ეს აღწერილი. და დანარჩენი თქვენ რასაც აღიქვამთ, ეს არ არის სტატისტიკა, ეს არ არის კვლევის მონაცემები, ხო? ამიტომ ეს აუცილებლად უნდა ეყრდნობოდეს, ეფუძნებოდეს რამეს. სხვა შემთხვევაში ხშირად შეიძლება ეს იყოს უბრალოდ კულტურაში გამეფებული ღია კულტურა, ამაზე სასაუბროთ, თუ არ არის ღია, დახურულია. და ჩვენი მშობლების თაობაში მაგალითად ძალიან ხშირად აუტისტ ბავშვებს, ფსიქიკური პრობლემების, ფიზიკური შეუძლებლობის მქონე ბავშვებს ხშირად ინსტიტუციებში აბარებდნენ, იმიტომ რომ გარკვეულწილად ეს ოჯახს ზაფრავდა და სირცხვილიც კი იყო. აი ესეთი იყო კულტურა, ასე ვთქვათ, ხო? ან თუ ჰყავდათ ოჯახში მსგავსი წევრი, ხშირად მიმალული ჰყავდათ და არ იყო იმისი და მერე საზღვარგარეთ რო წავიდოდნენ, შოკში ვარდებოდნენ, რომ რამდენი ეტლით მოსარგებლე ადამიანია. იმიტომ რომ ისინი სრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრობენ და დაატარებენ ოჯახის წევრები გარეთ. ეს კულტურა შეიცვალა, ხო, რაღაცნაირად ცნობიერება გაიზარდა. ადრე კიდევ ესე იყო, რომ ადამიანს ეთქვა, რომ რაღაცაზე შფოთავო, გიჟად შერაცხავდნენ ბრჭყალებში, გიჟად, ხო, ასე ვთქვათ. და ითვლებოდა, რომ ფსიქოთერაპევტი იყო რაც გიჟების ექიმი და რაღაც შეურაცხყოფელ ეპითეტებად გამოიყენებოდა ის, რომ თუ კი ადამიანს რაიმე ფსიქიკური ტანჯვა ჰქონდა და ამ დროს ადამიანის ცხოველისგან იმით განსხვავდება, რომ სწორედ მისი ტანჯვა სიმბოლიზირდება და ფსიქიკურ პროცესში გადადის, თორე ანტილოპა კი არ გეტყვის ტრავმა მაქვს, თუ გადაურჩა ვეფხვის კლანჭებს, შეიფერთხავს ტანს და ბალახს მოძოვს 5 წუთში და თავის მოძმე ანტილოპებს კი არ გაუზიარებს, რომ ისეთი ტრავმა მივიღე, სიკვდილს თვალებში ჩავხედე, არა, ხო, აგრძელ. ანუ ეს ადამიანური თვისება არის. შესაბამისად, რასაკვირველი არის, რომ ადამიანს ამ ფსიქიკური ტანჯვის გაზიარება სჭირდება. და უფრო ღია გახდა რაღაცნაირად ეს ფსიქოთერაპიის ინსტიტუტიც რაღაცნაირად გახდა უფრო სახალხო, უფრო ყველასი. და არა მაინც და მაინც მძიმე პრობლემების შემთხვევაში რომ მიმართო და გამომდინარე აქედან თქვენთვის ეს ალბათ უფრო ახსაქმელი გახდა, რომ მეტს ლაპარაკობენ და აი ხა თქვენც დედის პრობლემებით დაიწყეთ და გააგრძელეთ, მაგრამ ამბობთ, რომ დედაჩვენების თაობაში შფოთვა არ იყო და არა, მე ვიცი ნამდვილად, უბრალოდ საზოგადოება ამბობს, რომ ვითომ ეს პრობლემები არ არსებობდა და რაღაცნაირად ხელს აფარებდნენ ამ სიტუაციებს. თითქოს კულტურა არ იყო. კულტურა იყო, როგორც ჩანს, კულტურაში არ იყო წუწუნი. დიახ, აი ზუსტად. ხო, აი შეიძლება და ამიტომ ეხა რაღაცნაირად უფრო გამოჩნდა ეს, თორე რამდენად მოიმატა ციფრებში, საქართველოში გაგვიჭირდება ამის თქმა, თორე საზღვარგარეთ იკვლევდნენ დედაჩვენების თაობასაც და ბებიაჩვენებისაც და ჩვენს თაობასაც და თქვენს თაობასაც, ხო? მაგრამ საქართველოში საბჭოთა დროს ვინ იკვლევდა, ვინ აქცევდა ამას ყურადღება, ამიტომ გაგვიჭირდება შევადაროთ იმატა თუ
არა. და საზღვარგარეთის კვლევებს შეგვიძლია ალბათ უფრო მეტად დავაკვირდეთ და ვივარაუდოთ მერე. დავეყრდნოთ. ხო. ნელა დასასრულისკენ წავიდეთ. არის თუ არა რაიმე სიგნალი, რომელიც თქვათ გვიჩვენებს, რომ უკვე შფოთვა ზღვარს ცდება. ეს არ პაციენტისთვის არა. ეს არის ოჯახის წევრისთვის მაგალითად. რაიმე სიგნალი, როცა ჩვენ უკვე უნდა გადავწყვიტოთ, რომ ჩვენი ოჯახის წევრი უკვე ზედმეტად შფოთავს და მას უკვე სჭირდება ფსიქოთერაპევტის დახმარება ან რაიმე მედიკამენტოზური დახმარება. თუ თვითონ იცით შფოთვითი აშლილობა პრაქტიკულად არის რაღაცნაირად არ არის ეს რაღაც ისეთი მძიმე დაავადება, ხო? არის უფრო გამწვავება, რომელიც შეიძლება ძალიან გამწვავდეს, ისე გამწვავდეს, რომ ადამიანი პრაქტიკულად იზოლირდეს კიდეც გარეთ სამსახურში ვეღარ დადიოდეს და მეგობრებთან გასვლა არ უნდოდეს, მაგრამ ეს არ არის ის, რომ ადამიანი ვერ აღიქვამდეს თავის მდგომარეობას. ამიტომ სავარაუდოდ თვითონაც ხვდება ადამიანი, რომ სჭირდება დახმარება და თვითონაც ხვდება, რომ ეს არ არის ის ჩვეულებრივი შფოთვა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს აქვს დღის განმავლობაში რაღაც დოზით. აი თუნდაც განსაკუთრებით ძნელი არის ხოლმე დილა დეპრესიით დაავადებულთათვის ან შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანთათვის, მაგრამ ჩვეულებრივად თუ არ არის შფოთვითი არანაირი გამწვავება, მაშინაც კი ადამიანებს დილას ხანდახან შეიძლება ტანჯვით გაეღვიძოთ, იმიტომ რომ კორტიზოლი არის დაწინაურებული ამ დროს და სანამ ცოტა თვალს არ გაახელს ადამიანი და არ გაწონასწორდება, რაღაც ხანმოკლე დროით ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ქონდეს მცირე დისკომფორტი. ამიტომ აი ეს ნორმალური შფოთვა, რომელიცკენაც ჩვენ მიდრეკილი ვართ და მის გარეშე უბრალოდ ვერც გავეღვიძებთ და ვერც გამოვფხიზლდებით და ვერც წარმატებაც ვერ გვექნება, სულ თუ არაფერი გვაშფოთებს და ინერტულები და შვიდები ვართ, ხო? ამისგან განსხვავდება ნამდვილად საკმაოდ რთული ასატანია ეს შფოთვითი შემოტევები, ამიტომ ვფიქრობ, რომ თვითონ ადამიანები ხვდებიან და გარემოცვაც შეიძლება რომ ამ დროს ხელისშემწყობი იყოს და ადამიანს ის კი არ უთხრას, რომ ნეტაი შენ მოგცლია ან აჭარბებ ან არ დაუჯეროს, როდესაც წუხს ან არ მოусმინოს ადამიანს. არამედ თვითონაც გარემოცვაც თუ იქნება კეთილგანწყობილი იმის მიმართ, რომ მოდი ერთი კონსულტაცია მივიღოთ ფსიქოთერაპევტისგან, იმიტომ ერთ კონსულტაციას წინ რა უდგას ისეთივე მენტალური ჰიგიენა, როგორც წელიწადში ერთხელ რო წახვიდე და გამოიკვლიო რაიმე შენ ჯანმრთელობის მდგომარეობა რუტინულად, ხო? ძალიან საინტერესოდ საუბრობთ. ჩემი აზრით ეს თემა ყველას ეხება და რაღაცნაირად ყველას გვაერთიანებს, ამიტომ საკმაოდ საინტერესო იქნება ჩემი აზრით. თქვენი კითხვებიდან გამომდინარეობდა. უკუ კომპლიმენტი მოგართვით. დიდი მადლობა. კი ბატონო, უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის. უღრმესი მადლობა, თქვენი გამოცდილება და თქვენი ცოდნა ამ სფეროში არის აი შეუფასებელი. მადლობა, ეხა გავწითლდები და ავირცხენ და ზედმეტი მომივა მერე თავში ამივარდება ყურშა გაყოყოჩდა გამემართ. არა მართლა. ჭირდებათ ეგ ნამდვილად. მადლობა თქვენ ამით დაინტერესებისთვის, იმიტომ რომ რაღაცნაირად ერთმანეთის გარეშე სომატურ მედიცინას და მენტალურ ჯანდაცვას წარმოუდგენელია რომ ჰქონდეს წარმატება და აი ყოველი ესეთი კოლაბორაცია არის ძალიან სასარგებლო. მადლობა ძალიან დიდი რომ უყურეთ ჩვენს გადაცემას, მაქსიმალურად ვეცდებით მომდევნო სესიები კიდევ და კიდევ უფრო საინტერესო შემოგთავაზოთ.